ერთგვარი ისლამური ვექტორის ფორმირებას ცდილობდა ირანი და ბირთვული იარაღი მისთვის იქნებოდა ამ ნაწილში უსაფრთხოების გარანტია. ანუ ვეღარავინ ვეღარ შეძლებდა ირანზე უშუალო დარტყმებით მისი დასუსტების ცდელობას. იძულებული იქნებოდა ემუშაოთ მხოლოდ იმ პროექტების წინააღმდეგ, რომელსაც ირანი განახორციელებდა და საბოლოო ჯამში ეგ გულისხმობს, რომ თუ ირანი ბირთვული იარაღს მოიპოვებს, შეიძლება ეგრე პირდაპირ ეგრე არ იდგეს საფრთხე, რომ ისრაელზე მიიტანოს ბირთვული დარტყმა, გულისხმობს, რომ მაშინ ირანიც განადგურდება, საპასუხო დარტყმას მიიღებს, თან არა მხოლოდ ისრაელისგან. მაგრამ ეგ გულისხმობდა რეგიონში ირანის პოზიციების იმდენად გაძლიერებას, რომ საბოლოო ჯამში შეიძლება ხელშეუხებელი გამხდარიყო არა მხოლოდ ირანი, არამედ მისი მოკავშირე ქვეყნები, მოკავშირე ჯგუფები და საბოლოო ჯამში პოტენციურად გეოპოლიტიკურად ისრაელისთვის და ისრაელის სახით დასავლეთის ამერიკის დასაყრდენისთვის რეგიონში, ამერიკის გავლენის ბერკეტისთვის რეგიონში ყოფილიყო ძალიან რთული საკუთარი პოზიციების საერთოდ არსებობის შენარჩუნება, იმიტომ რომ არაერთი ომი იყო ისრაელის წინააღმდეგ მისი მეზობლების მხრიდან წარმოებული და ეხლა მაშინ თუ ადვილად ერეოდა მათ ისრაელი თუ ირანი რომელიღაცა მისი მეტოქი იმდენად ძლიერია როგორც ეს ირანი ხდებოდა და ხელშეუხებელი ხდება სრულიად, ანუ შეუჩერებელია ამ თავის პროგრესის პროცესში, მაშინ გასაგებია რომ ზომა, ხალხ მოსახლეობის რაოდენობა, აქედან გამომდინარე პოტენციალი საბოლოო ჯამში რა მასშტაბებზე შეიძლება გასულიყვნენ მოწინააღმდეგეები, შეუდარებლად მაღალია უპირატესობა იქნებოდა ისლამური ნაწილის ირანის, ასე ვთქვათ, ვექტორის სასარგებლოდ. ამიტომ დადგა საკითხი, თუ რამდენიმე კვირა აკლია ირანს ბირთვული იარაღის შექმნამდე, არ უნდა მიეშვათ და მიმდინარეობდა ძალიან აქტიური, ინტენსიური მოლაპარაკებები ამერიკასა და ირანს შორის. ტრამპის განცხადება იყო, რომ 60 დღეს აძლევდა ირანს, რომ ეს მოლაპარაკება დასრულებულიყო და ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ოღონდ როგორც ჩანდა, იქ დასრულებული არ იყო და მორიგი შეხვედრა იგეგმებოდა, მაგრამ როგორც ჩანდა, არ ქონდათ იმედი, რომ ირანი თავის ბირთვულ პროგრამას დათმობდა. მოთხოვნა იყო, რომ ირანს უნდა დაეთმო თავის ბირთვული პროგრამა, შესაძლებლობა საერთოდ მიიღო ბირთვული იარაღი, ტექნოლოგიური შესაძლებლობები უნდა დაეთმო და როგორც ჩანს, ხდებოდნენ, გასაგები იყო მოლაპარაკებების პროცესში ისევე როგორც მაგალითად ხედავდით რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დროს, რომ შინაარსი ისეთი იყო, რომ რუსეთი წელავდა უბრალოდ დროს და ამაში იყენებდა ამ მოლაპარაკებებს, როგორც ჩანს იგივე საკეთებდა ირანი, გასაგები იყო ეს და ისრაელმა და ამერიკამ ერთად, ეს არ მომხდარა ცხადია ცალ-ცალკე, ისრაელმა და ამერიკამ ერთად გადაწყვიტეს, რომ დარტყმა ისრაელს მიეყენებინა ისე, რომ თითქოს ამერიკა განზედგას, ოღონდ ძალიან ცხადია, ძალიან აქტიური ამერიკის როგორც შეიარაღების მიწოდების კუთხით, ისე სადაზვერო მომსახურების მიწოდების კუთხით ძალიან აქტიური ჩართულობით ისრაელმა მიაყენა გარკვეულწილად შოკურად მოულოდნელი დარტყმა და დარტყმა, რომელიც პირველი დღე აღმოჩნდა იმაზე ეფექტური, ვიდრე ბევრი ელოდა, მათ შორის ირანის მთავრობა, ხელისუფლება, რასაც ელოდა, იმაზე ბევრად ეფექტური აღმოჩნდა ეს პირველი დარტყმა. რომ გადავიდეთ ახლა უშუალოდ დარტყმა რა შინაარსის იყო, რამდენად ეფექტური და საერთოდ ომის პროცესი როგორ მიმდინარეობს. თვითონ ირანისთვის ურთიერთდარტყმების სირთულე იმაშია, რომ შუაში არის დიდი მანძილი, ანუ ისრაელიდან ირანამდე რომ მიფრინდიან პირიქით 1200 კილომეტრია დაახლოებით მანძილი და მხარეებს და მათ შორის ირანს აქვს საკმაოდ ძლიერი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა. ანუ ერთია რომ სარაკეტო დარტყმები შეიძლება მიაყენო, მაგრამ სარაკეტო დარტყმების პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მას არ აქვს განსაკუთრებით ახლა ირანის მსგავს დიდი ქვეყანის შემთხვევაში ძალიან რთულია ქონდეს მაგრაოდენობის რაკეტები იმისთვის, რომ გაანადგურო მოწინააღმდეგის სამხედრო პოტენციალი და მით უმეტეს ბირთვული
საწარმოო პოტენციალი. ანუ რაკეტა მით უმეტეს მაგ დისტანციაზე რომ იფრინავს, შედარებით მცირე ზომის მუხტი აქვს მას, სიზუსტეც ისეთი ოპერატიული არ არის, აი რაღაცა უძრავ სამიზნეს ესვრი და მხოლოდ რაკეტებით მოწინააღმდეგის განეიტრალება, მით უმეტეს ამ ზომის, მით უმეტეს რომელიც ემზადებოდა ისრაელის და ამერიკის თეორიული თავდასხმისთვის, ანუ ირანი წლების განმავლობაში აშენებდა თავის ინფრასტრუქტურას, მათ შორის საცავებს, თავის შეიარაღების და ბირთვული მასალების წარმოების საწარმოო სივრცეებს მიწის ქვეშ ძალიან ღრმად ბუნკერებში იმისთვის რომ დაბომბვა იმისთვის პრობლემა არ ყოფილიყო და აქედან გამომდინარე ძნელი იყო ირანისთვის დარტყმის მიყენება და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების პირობებში ავიაციის მუშაობა არის რთული. თქო, რომ შეფრინდეს ავიაცია ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისთვის როგორც წესი ის არის იოლი და ძალიან იოლი ლუკმა, რომელიც არის ძვირი დანაკარგი დეფიციტური რესურსია ნებისმიერი შემტევი მხარისთვის. ახლა რაც არ უნდა მაღალ ტექნოლოგიური და ძლიერი არმია ყავდეს ისრაელს, მისი ავიაცია მაინც არ არის იმ რაოდენობის, რომ აი თუ ბევრი ჩამოყრა დაიწყო ისრაელმა, ეს არ იყოს მისთვის დიდი პრობლემა. ამიტომ ეს გამოწვევა იდგა და რაღაცაერთ როგორც ჩანდა ირანი მეტნაკლებად მშვიდად გრძნობდა თავს. ანუ ეგონა რომ რაღაცნაირად მეტნაკლებად დაცულია და კი შეუძლია ცხადია ურთიერთ დარტყმების მიყენება, მაგრამ ეს დარტყმები არ იქნება იმ ხარისხის და იმ მასშტაბის, რომ გარდამტეხი ეფექტი იქონიოს ომის შესაძლებლობაზე, სამხედრო შესაძლებლობაზე. მაგრამ ისრაელის პირველი დარტყმა აღმოჩნდა შოკურად, შოკისმომგვრელად ეფექტური და მათ შორის რაღაც შემოქმედებითი თვალსაზრისით მრავალფეროვანი. ისრაელმა როგორც გაირკვა, შეაგზავნა იქ სპეცსამსახურების ჯგუფები, მოსადის ჯგუფები მუშაობდნენ ძალიან ეფექტურად ირანში. ამ ჯგუფებმა როგორც გაირკვა, იქ შეზიდეს მთელი ძალიან ბევრი დრონის კომპონენტები, ეს კამიკაძე დრონების, რომლებიც არის დისტანციურად ასაფეთქებლად გამოიყენება, დაახლოებით ისევე როგორც უკრაინელებმა გააკეთეს ეს რუსების ბაზებზე თავდასხმისთვის. ოღონდ ამ შემთხვევაში შეზიდეს უფრო დიდი რაოდენობით და თან შეზიდეს ახლა უკრაინელების შემთხვევაში ეს რაღაც FPV დრონები, რომელიც სამოქალაქო კუსტარულად ამზადებენ, მე უკეთებენ ასაფეთქებლებს. ისრაელის შემთხვევაში რაც მერე ირანელებმა რამდენიმე ასეთი მის რა ქვია სახელოსნოს დაკავება და დაპატიმრება მოახერხეს ამ დივერსანტების. იქ ჩანდა რომ ამათი დრონები იყო აი რაღაც ქარხნული საბრძოლო დრონები. არაკუსტარული და ისეთი რომელიც ადამიანური რესურსებისთვის გამოყენებადია. ხო, არა, ეს რო ვერ იყიდი ესე რაღაცა სამოქალაქო დრონები არ იყო, სამხედრო, ოღონდ მცირე ზომის, ოღონდ სამხედრო დრონები იყო, რომელიც აწარმოო ხაზით იწარმოება როგორც ჩანს ისრაელის მიერ. და ამ დრონების კომპონენტები თურმე შექონათ, იქ მთელი სახელოსნოები ქონათ მოწყობილი, ფარული სახელოსნოები, ამ ფარულ სახელოსნოებში ამათი აგენტურა ამ დრონებს აწყობდა, მერე ამ დრონებს ალაგებდა სპეციალურ სატვირთო მანქანებში, ეს მანქანები მიაყენეს იმ ადგილებზე, სადაც კონცენტრირებული იყო ისრაელის საჰაერო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა და გადამწყვეტ მომენტში ეს დრონები აფრინდა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბატარეებს, გამშვებ მოწყობილობის და რაც თავარია მიაყენეს ძალიან დიდი დაზიანებები, ყველაზე დეფიციტური და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ირანის არმიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რადარებს, ბევრი რადარი გაუნადგურეს. რადარების განადგურება ნიშნავს იმას, რომ მე იმის იქით შეიძლება გააქვს კიდე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რაკეტები, რომელიც მათ უნდა დაგიცოს, ოღონდ ისინი არის ბრმა, იმიტომ რომ მოწინააღმდეგე რომ უფრინავს, იმას უნდა ხედავდეს რადარი და ამ რადარით მე მიიფრინავს და მიზნებს, ასე ვთქვათ, სამიზნეს და ანეიტრალებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა. ანუ დიდი დარტყმა მიადგა მაშინვე. ნუ პარალელურად ეს არის ერთადერთი კომპონენტი, ამის პარალელურად კომბინირებულად რაკეტები გაუშვეს. მათ შორის იმ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების წინააღმდეგ ავიაცია
ააფრინეს და ეს ავიაციაც დისტანციური ან ბომბებით, ან რაკეტებით დისტანციიდან მუშაობდნენ და პირველივე და მას შემდეგ რაც იმ პირველი დარტყმის მომენტში წყობრიდან გამოვიდა რადარები და უცებ დიდი პროცენტი ამ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ირანის დაბრმავდა, ავიაციამ უფრო ეფექტურად და აქტიურად შეძლო ირანის ცაზე მუშაობა, რაც ზრდის სიზუსტეს, სადღაც ისრაელიდან ისვრ რაღაცა მიმართულებით რაკეტას, რომელსაც შეიძლება 100 მილებაც მეტი ქონდეს, მუხტიც ნაკლები ქონდეს და რეალურ დროში იმ მომენტში ვერ ხედავს, რაც ეცემა, გადაადგილებად სამიზნის მიმართ ნაკლები ეფექტური და სად ავიაცია მუშაობს ცაზე და ის ანადგურებს, მათ შორის ავიაცია თუ მუშაობს, ის ანადგურებდა იქ მომუშავე დარჩენილ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს ან გამშვებ რაკეტებს და მოახერხეს ამის შედეგად, რომ უკვე დიდწილად დაუცველ ირანის ცაზე, დაიწყო ავიაცია მუშაობა, გაანადგურეს დარტყმები მიაყენეს სახლებს, რომლებშიც ცხოვრობდნენ, კორპუსებს, რომლებშიც ცხოვრობდნენ ირანის მთავრობის მაღალჩინოსნები. თითქმის ყველა ერთ ღამეში დახოცეს, ხო? ხო, აი რაღაცა კადრები რო გავრცელდა მერე. ისეთი სიზუსტით იყო თან ზუსტად იმ ადგილებში იყო ნასროლი და ზუსტად ისეთი დამიზნებით, რაც ნუ გასაგები იყო, რომ შორი მანძილიდან შეუძლებელი იქნებოდა. ამას გარდა მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა კადრები, დღესაც ვრცელდება მიუხედავად იმისა, რომ მეტნაკლებად დღეს უკვე ირანის ცა ასე თუ ისე დაცულია, მაგრამ დღესაც მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა კადრები ირანის სხვადასხვა დასახლებებიდან, თეირანი რო ცარიელია და იქ რო ადამიანები თითქმის აღარ გადაადგილდებიან და სრულად რომ დატოვა ყველა ქალაქი ამის კადრები ალბათ ყველა ვნახეთ. მაგრამ სხვა დასახლებებშიც მძიმე სურათებია და თითქმის ყოველ მეორე წუთს მოდის ვიდეო, რომ რაღაც კონკრეტულ ობიექტს ან ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანასთან რაღაც მსგავს მოხვდა რაღაც რაკეტა, ის ბოული არის განგაში და მუდმივად ანუ მთელი დღის განმავლობაში ანალოგიური მდგომარეობა, როგორც იყო თქვათ პირველ დღეს მიუხედავად იმისა, რომ მეტნაკლებად დაცული არის ახლა ირანისცა. რაც შეეხება ახლანდელ მოცემულობას, მთელი დღის განმავლობაში საერთაშორისო მედიების ყურადღება არის ტრამპის განცხადებებისადმი მიმართული. ერთის მხრივ გავრცელდა ტრამპის მუქარა აიათოლა ალი ხამეინის წინააღმდეგ, რომ მისი ლიკვიდაცია ძალიან მარტივია, უბრალოდ ეს დროის ამბავია და ამიტომ არაკეთებენ. ამას გარდა ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პენტაგონი უფრო მეტ ავიაგამანადგურებელს აგზავნის აღმოსავლეთში და შესაბამისად ამერიკული ძალები იქ უფრო მეტად იზრდება. ამ ყველაფრის ფონზე უნდა ვისაუბროთ თუ არა ამ პერსპექტივაში უნდა წარმოვიდგინოთ თუ არა ის რომ რაღაც დროის ან თუნდაც საათების ამბავია ამერიკის შეერთებული შტატების პირდაპირ ჩართულობა ამ კონფლიქტში. ხო, მაგის ალბათობა არსებობს, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში დღეს დაიწყო განცხადებები, გუშინ დღეს ვრცელდება განცხადებები, მათ შორის სხვა სახელმწიფოების მხრიდან ჩინეთმა გააკეთა განცხადება, მათ შორის უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება. მოწოდება რომ დატოვონ დაუყოვნებლივ ირანის ტერიტორიაზე. ხო, ან მოწოდებები რომ მან რაღაც საელჩოს ევაკუაცია დაიწყო დაჩქარებული წესით და დაატოვებდნენ თავის მოწოდებები კეთდება დატოვეთ, ანუ რაღაცა ომი მიდის აგერ რამდენიმე დღეა, ეხლა კეთდება განსაკუთრებული დაჟინებით მოწოდებები და განსაკუთრებული დაჟინებით ტრამპი და ამერიკის მთავრობა აკეთებს განცხადებებს, რომ უახლოეს 2 დღეში რაღაც მოხდება. და რაც მარიცის რა არის, მაგრამ როგორც ჩანს რაღაც ძიმე მოხდება ტრამპმა კითხვაზე, რომ ხო არ იკლო და როგორც ჩანს იკლო ირანის დაბომბვის ინტენსივობა ისრაელის მხრიდან და ხო არ იწურება ისრაელის შესაძლებლობები დარტყმები მიიტანოს ირანზე. ტრამპმა უპასუხა, რომ არაფერმა არ იკლო, ეხლა ჯერ შეიძლება ეგრე გეჩვენებათ, მაგრამ თქვენ ნახეთ 2 დღეში რა მოხდება. და მათ შორის არ გამორიცხა, რომ და მათ შორის ამერიკის მთავრობის მაღალჩინოსნების გავრცელებ გამოსული ინფორმაციით, ეხლა ამერიკა აქტიურად განიხილავს ომში ჩართვას და რა მიზეზია მაგაში. საქმე იმაში, რომ აი ეს პირველი დარტყმა რომ მიიტანეს ძალიან ეფექტური მთავრობის მაღალჩინოსნები გაუნადგურეს, ეფექტურად დაარტყეს ირანის სამხედრო ბაზებს, მათ შორის
დარტყმები მიიტანეს ირანის ბირთვული პროგრამის საწარმოებზე და ჩანდა რომ ზიანი იყო უზარმაზარი და მათ შორის შემაშფოთებელი ირანისთვის იყო ის რომ ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობების ძალიან დაზიანების საფუძველზე და პარალელურად ამ შესაძლებლობების დაზიანებისგან ავიაციამ მეტნაკლებად თავისუფლად რო შეძლო უკვე ირანის საზღვარზე მუშაობა, მათ დაიწყეს დარტყმების მიყენება ირანის სარაკეტო ხმელეთი ტიპის სარაკეტო სისტემებზე, რითიც საპასუხო დარტყმები უნდა მიაყენოს და ჩანდა რომ მათ შორის იმაც რა ქვია საწყობებს უნადგურებდნენ გამშვებ სისტემებს, რომელიც ემზადება, აი გამოიყვანეს ირანმა და საპასუხო დარტყმა უნდა მიაყენოს, ოღონდ ამ დროს მეტნაკლებად თავისუფლად მუშაობს ავიაცია ისრაელის მხრიდან და ისინი ურტყავენ გამზადებულ სარაკეტო სისტემას და ეს ირანის შესაძლებლობებს რომ პასუხი გასცეს, მნიშვნელოვნად ამცირებს და შესაბამისად ახლა ირანმაც დაუბრუნა პასუხები, ირანის სარაკეტო პასუხები რამდენიმე დღის 3 დღის განმავლობაში მოხდებოდა. მე გამოიყურებოდა თელ-ავივიც. არ იყო ისე რომ მარტივი სურათი დაიდო, რაღაც რაიონები თელ-ავივის გავდა ღაზას სექტორს მაგალითად. კი, ანუ ჩანდა რომ ირანის რაკეტებმა გააღწია ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაში და ეგ ისედაც გასაგები იყო რომ გააღწევდა, იმიტომ რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაღწევის გარღვევის მთავარი მექანიზმი არის გადატვირთვა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის იმ რაოდენობის რაკეტებს უშვებ, დრონებს და რაკეტებს კომბინირებულად, რომ მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ხო არის რაღაც რაოდენობის, ამ რაღაც რაოდენობაში ეტევა რაღაცა რაოდენობის დამცავი რაკეტა, რომელიც რომ გაუშვი, მე საათები ჭირდება, რომ ახალი რაკეტების შემადგენლობით აღჭურო ეს გამშვები მოწყობილობები, რომ თავიდან შეეძლოს ალპის გაშვება და დაიცვას თავიდან. ამიტომ ბევრი რაკეტა რომ იფრენებს ერთდროულად ეს გაიხარჯა საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი თავდაცვითი რაკეტების რაოდენობა და მე უკვე წინააღმდეგობის გარეშე ან ნაკლები წინააღმდეგობით შემოდიან ახალი ზალპის რაკეტები. ეგრე მოახერხა ახლა ისრაელმა რომ ირანმა რომ დაეძლია ის ირანის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, მიაყენა დარტყმები, მათ შორის ძიმე დაზიანებები ჩანდა ქალაქში. დაღუპულებიც არიან და რაღაც კადრები ვრცელდებოდა რომ მოსადის შტაბ-ბინას მოხვდა და ასე შემდეგ, მათ შორის რაღაც ის რა ქვია, ავტობაზას და ასე შემდეგ, მათ შორის ვრცელდებოდა ინფორმაცია იმას რა ქვია, აეროდრომზე დაცემის, ავიაბაზაზე დაცემის, თუმცა ძნელი იყო მან კადრები ზუსტად იდენტიფიცირება, იმიტომ რომ კადრებს ვუდავენ, მაგრამ ფაქტი იყო, ჩანდა ბევრი რაკეტა, ათეულობით რაკეტის შეღწევა და დაცემა საბოლოო ჯამში დაფიქსირდა. ანუ ირანმაც დარტყმები მიაყენა პასუხად, ოღონდ ამ დარტყმების წონა შეუდარებელი იყო, ანუ ძიმე დარტყმა ცხადია ქალაქში რაღაც რაოდენობის დანგრეული კორპუსები, რაკეტების ჩამოვარდნა, დაღუპული ხალხი, მაგრამ რაც ირანს უქნეს, მთელი მართველი ელიტის რაღაც მართველი გოლის გარკვეული ნაწილი გაუნადგურეს და ამის იქით მიზანმიმართულად ჩანდა როგორ უბომბავდნენ სამხედრო ობიექტებს და ბირთვული პროგრამის ობიექტებს და ჩანდა რომ ავიაცია თავისუფლად მუშაობდა, ირანს მიაყენეს ბევრად დიდი დარტყმა და გასაგები იყო რომ პერსპექტივაში თუ ასე გაგრძელდებოდა ირანის მდგომარეობა სულ უფრო დამძიმდება, იმიტომ რომ მათ შორის გუშინდელ ღამეს საპასუხო ირანის დარტყმების რაოდენობა მნიშვნელოვნად იკლო. 3 რაკეტა იყო გაგზავნილი მაგალითად. განსაკუთრებულ განგაშს ელოდებოდნენ ისრაელში. ამას გაერთა ირანიდანაც იყო ასეთი გზავნილები, რომ ამაღამ არ იქნება მარტივი ღამე ისრაელისთვის, განგაშიც იყო, ბუნკერებშიც ჩავიდა ხალხი, მაგრამ შემდეგ განაცხადეს, რომ მხოლოდ 3 რაკეტა იყო გაშვებული და ამით ირანის შეტევა დასრულდა. და აი რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ირანის შეიარაღებული ძალების შტაბ-ბინის უფროსის გენერალ-მაიორის ამირ მუსაევის
განცხადება მან აღნიშნა, რომ ამ დრომდე ჩატარებული ოპერაციები შეკავების გაფრთხილებას წარმოადგენდა და სადამსჯელო ოპერაციები მალე განხორციელდებაო. ასეთი არის ირანის პოზიცია. აქვე ძალიან ბევრი იწერებოდა საბრძოლო მასალის რაოდენობაზე. მაგალითად აღნიშნეს, რომ ზოგ წყაროებზე იწერებოდა, რომ ირანს აქვს სულ 2000, ნუ ყოველ შემთხვევაში ჰქონდა დაწყებამდე 2000 რაკეტა. ანუ ეს იყო მისი მთელი მარაგი თუ რესურსი. ეს რაოდენობა რამდენად არის საკმარისი იმისთვის, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში თუ გაიწელა ეს ყველაფერი და თან თუ შტატები ჩაერთო აქტიურად ირანმა რაღაც თავი გაიტანოს და არსებობა შეძლოს და მეორეს მხრივ აქ იკვეთება და ჩანს თუ არა მაგალითად პერსპექტივა იმისა, რომ ირანს რომელიმე პარტნიორი მიეხმაროს იგივე საბრძოლო აღჭურვილობებით. ხო, ეგ არის მთავარი პრობლემა, რაც დგას ირანის წინაშე, ნუ ისრაელის წინაშეც დგას საბრძოლო მასალების რაოდენობის პრობლემა, უბრალოდ უშუალოდ იმ ნაწილში, რამდენი აქვს ახლა ისრაელს, მაგრამ ისრაელის უპირატესობა არის იმაში, რომ სინამდვილეში მას მიაწვდის ამერიკა და მიაწვდის ალბათ იმდენს, რამდენიც საჭიროა. ამიტომ სინამდვილეში საკითხი ისე დგას, რომ ირანს ისრაელს საბრძოლო მასალები არ ამოეწურება. ირანზე არ ვიცით, რამდენი აქვს, ეგ რაღაცა ვარაუდები გამოითქმის და დაფარული ინფორმაცია, მაგრამ აი თეორიულად რაღაცა ქონდა, დაუშვათ 2000, მაგრამ რაღაცა გაუნადგურეს კიდევაც. რამდენი გაუნადგურეს არ ვიცით, მაგრამ დარტყმებს ეფექტურად და ინტენსიურად აყენებენ და თავარი, რასაც უმიზნებენ არის, რომ სარაკეტო სისტემებია მათთვის თავარი ეხლა. ეს არის იარაღის თავარი რეალური იარაღი ეხლა რაც ირანის ხელშია და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. ეს ორი კომპონენტია. ხო, ამას ურტყავენ პირველ რიგში. ამიტომ რაღაც ნაწილი გაუნადგურეს კიდევაც, რაღაც ნაწილი გახარჯეს და ეს ისეთი ინტენსივობის ომია, რომ აქ თითო გაშვებაზე ასობით რაკეტა უნდა გაუშვა იმისთვის, რომ რაღაცა პროცენტმა გააღწიოს და მოწინააღმდეგისთვის ტკივნეული იყოს. ამიტომ თუნდაც 2000 რაკეტა არის ისეთი რაოდენობა, რომ ასეთი ინტენსივობის ომში, სადაც მეტი არაფერი გამოიყენება რაკეტებს ესვრიან ერთმანეთს და თამოწინააღმდეგე შენს რაკეტებს უმიზნებს მუდმივად, ეგ ნიშნავს, რომ დიდი დრო არ აქვს რაღაც კვირების განმავლობაში შენი პოტენციალი ამოიწურება. ამიტომ ირანის წინაშე ეგ გამოწვევა დგას, რომ მას შეზღუდული აქვს შესაძლებლობები და ისრაელის წინაშე დგას ის გამოწვევა, რომ აი დაუშვათ აი ვერ გიბრუნებს ისეთ პასუხს ირანი, როგორიც ვთქვათ გაგაჩერებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ირანი იმ ზომის ქვეყანაა და იმდენი ხანი ემზადებოდა ამ ომისთვის, მას მიწისქვეშა ბუნკერები, მიწისქვეშ გადატანილი ეს ბირთვული პროგრამის საწარმოო სიმძლავრეები, რომლებამდეც ვერ აღწევს ისრაელი ან მთელი ირანის ეკონომიკის მოსაშლელად იმდენი საბრძოლო მასალის გამოყენება საჭირო, რომ რამდენად ეს ისრაელს აქვს ამის შესაძლებლობა, ეგ კითხვა, ეგ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ამიტომ საბოლოო ჯამში ისრაელს დაჭირდება ამერიკის ჩართვა.